ნიკოლას როგორ შეიძლება ეხლა რომ ჩხრეკის დროს სახსო გიჩხრეკავენ ვიღაცამ რომ გითხას უნდა გაიხადო. ნუ ეს არის ყოველად წარმოუდგენელი და მე დათათუთაშხიას გამახსენდა ერთ-ერთი სცენა კიკუს რეუნებია გაიხადეო და კიკუს ფულის გამო მაინც ეუნებია გაიხადეო და ამ ქალბატონს თუ ამ გოგონას აწეუნებოდა გაიხადეო მართლა არ ვიცი ოღონდ გულწრფელად გეუნებია მე არ ვიცი ეგეთი რაღაცა აი არ ვიცი ყოველად წარმოუდგენელია რომ ანუ ხო ხტებით აი არ ვიცი წარმოუდგენელია რა და არა ხალხ პოლიციელი რო წარმოსახონ იმათ რა ჯალად ხო მაგრამ მე ის კიდე მაინტერესებს კარგი დაუშვათ ნუ რა თეორიულად რო დაუშვათ აი როგორ უნდა დაიჯეროს ეხა ინგა გრიგოლია რეუბნებოდა ეს მართლაო და ამის აფიშირებას რო აკეთებდა რა იმიტომაც ხართ ტყუილი ტელევიზია და იმიტომაც ატყუებთ ხალხს და მე აჯერებთ თქვენ თავს აჯერებთ რომ ეს რეალობაა და ესე მოხდა და აი ამ ესე ვთქვათ ჰიპერბოლაში ცხოვრობთ აი ამ რაღაც გადამეტებული ყველაფერში ცხოვრობთ თორე ხო წარმოუდგენელია რომ ვიღაცამ თქვენ პოლიციელმა გითხრათ ეგეთი რაღაცა რომ უნდა გაიხადო აი ხო წარმოგიდგენ ეგეთი რაღაცა არ არსებობს რა ანუ მე მინდა საზოგადოებას უთხრა რომ არავითარ 12 წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ერთი ფაქტი არ გამიგია და ერთი მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს რომ პოლიციელი მოდიოდა და გეუბნებოდა ჩხრეკის დროს რომ უნდა გაიხადო. ან რა ესა საგამოძიებო მოქმედებაა, ხო, ნუ აბსურდია ეს ყოველივე რა. და ამას რო კითხო ისეთი გამოცდილი ჟურნალისტი რო პირიქით კი არ ეუბნება რომ რა სისულელეს ამობდა, რა აბსურდებს ლაპარაკობ, არამედ ეუბნება რომ ვაიმე ეს რა მოხდა და როგორ გაკადრეს რომ უნდა გაიხადო. კიდევ ერთხელ ვიძახი რომ კიკუ რო იყოს კიკუ ფულის გამო მაინც ეუბნებოდნენ რომ უნდა გაიხადო, მაგრამ აი თქვენ რის გამო უნდა ეთქვათ პოლიციელებს რომ უნდა გაიხადო, აი რის გამო? რატო უნდა გაგეხადათ თქვენ? ანუ ამიტომ ესეთი მამალზე მამალი ტყუილი ბატონო ნიკოლოზ რაც ეხლა აი ამ ქალბატონმა გააჟღერა, ხო? არ ვიცი წარმოუდგენელია და თან ამ ქალბატონს აქვს ამბიცია რომ რევოლუცია უნდა მოახდინოს კიდე. არ დაგვაუწყდეს რომ ამ ქალბატონს ის ჯგუფი რომელიც აქვს ეს დაიტოვე რომელიც ესე ვთქვათ გადატრიალება უნდა რომ მოაწყო ჩვენს ქვეყანაში და რაღაცა პოლიტიკური ამინდი უნდა რომ შექმნა ჩვენს ქვეყანაში აი ეს ქალბატონი გვეუბნება რომ თურმე პოლიციელი ეუბნება რომ უნდა გაიხადოს ვის რაში სჭირდებით აი რაში სჭირდებით თქვენ რომ რაიმე ფორმით ამ კუთხით ესე ვთქვათ ვიღაცისთვის ინტერესის რაღაც წყარო უნდა იყოთ. თქვენ ხო ხტებით რომ აი ამ აბსურდში ცხოვრობთ და სამწუხაროდ ნუ არ ვიცი ალბათ ვიღაცას ჟერას მე რო გიყურებთ რომ ვაიმე უნდა გაგეხადათ და ვაიმე რაღაცა უნდა თქვენი ეს სხეული უნდა წარმოგეჩინათ თუ ანუ რა არის თქვენი мотиваცია ხომ აი რას დაემსგავსეთ ხო ხტებით აი ამ ტყუილებმა რას დაგამსგავსათ და თქვენი დამკვეთები თქვენი პატრონები რომლებიც ამხელა ფულს დებენ თქვენში რას დაგამსგავსათ აი ამ თქვენმა პატრონებმა ხო ხტებით არა თქვენი რო ვიყო არც საზოგადოებაში გამოჩნდებოდი და არც არანაირ პოლიტიკაში ამბიცია არ მექნებოდა თორე ესეთი ტყუილებით მოსვლა როგორ შეიძლება რომ ესეთი ტყუილებით გინოდე რომ პოლიტიკაში მოდიოდე რომ აი ყველაფერს კადრულობდე რა და სამწუხაროდ ის არის რომ ეს ტელევიზიებიც ისე გადაჭარბებით ცდილობენ ამის წარმოჩინებას რა რომ თითქოს რაღაცა მოხდა რომ აი რაღაცა ქვეყანა დაინგრა და რეალურად დარწმუნებული ვარ რომ ერთი დეცი სიმართლე არ არის თქვენს სიტყვებში და სირცხვილია რომ ხალხს ესე თვალში ნაცარს აყრით რა ეხა როდესაც საუბრობთ ისეთ ქმედებაზე რომელიც ამორალურია და პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა გააქვთ ხო რაღაცა რეალური მაინც თქვის რომ რაღაცა ცოტა მაინც შეესაბამებოდეს სიმართლეს და ესეთი ამორალურობა საიდან მოგდით თავში რომ თქვენ პოლიციელი გეუბნებათ რომ უნდა გაიხადოთო ხო წარმოუდგენელია რა ინტერესი თუ უნდა გქონდეს პოლიციელს რომ თქვენ გაგხადოთ ხო აბსურდია რა ეს ყოველივე ამიტომ ცოტა გონს მოდით დებილები და აქ რაღაცა ის საზოგადოება არა ვართ რომ ჩვენ ესე მოგვატყუოთ და დაგვაჯეროთ ისეთი აბსურდები რა აბსურდებიც ცდილობთ რომ საზოგადოებას
დააჯეროთ და აჭამოთ ის ტყუილები, რა ტყუილებშიც ვცდილობთ რომ ის საზოგადოება ჩართოთ, აი ამ ხნის განმავლობაში უკვე 71 დღეა ვითომ და რაღაცა საზოგადოებას ამცნობთ რომ რუსთაველი გადაკეტილია და ერთი ამბავი ხდება და რეალურად 100 კაცი თუა თუ 200 კაცი თუა იქ შეკრებილი, ხო? ამ მით უმეტეს აი ამ ბოლო ხანებში. ამიტომ ნუ ატყუებთ საზოგადოებას.